გადაგეთ ჟურნალი მომაქცია ყურადღება. დამანებე, ქალო, თავი. აქ მაინც დამანებე, აქ მაინც დამანებე. ახში კი არ ხარ სახში. ნორმალურად მოიქეცი, ვალიკოს მიცავარ ცხმა თუ ხაცე. აფიბუდი ხოლე წამდია. ფსიქოლოგთან შეგიყვანო ჯერ. რამდენი გადაიხადე? ჯერ არ თქოს ფასი. ათი თუ არ გადაიხადე წამოხი კალი მაინც წამო, თადე წამო. მე რამდენი ხანი ვიჩალში ამასთან ჩაწერაზე, გაჩერდის თუ ჭამაზე როგორ ფიქრობ? თადე წამიდე, თადე აღარა მაქვს თავი, აღარა მაქვს თავი, აღარა მაქვს დედაფუძნიერად რო ვარ გიტან თადე კი. პეპელა, დაფრინე და დაფარფატე, ნენე კეთ საკითხოს იმერა. კიდე სასიყვარულო მეგონა. არ უპასუხოს და მაინც დაგიზახებენ მალე. თამაში. შენ გაკითხებ ახლა მე ვისყავს თუმცა მისარა. დადე ტელეფონი. ალო. რა ვიცი, თოли ყავს წამოყალინია გერად ხეში. ჭხილია ჩამოვნებული კითხვა რა ჩაწერილი. თუ მალე მოვჩით, ბინები ქეიფობთ აბა. კიდე სნაჭამა, ქეიფი დროს დარება. რა წამოვიღო? ხორცი გაქვთ? ჭირი და სიკვდილი. დავტოვებ და მოვალეგრები. რატო არ მიყავა? რატო? ცხენი ხასიათი გადასაქმეს გააფუჭე. წამიყვანე. ხო. კა. გამარჯობათ. გამარჯობათ. ეს რა გიქნიათ, კაცო, ეთქობა ძალიან პრობლემატური წვედი ხართ. მოგზადეთ, შემოგზადეთ. ის მახინჯი. ადექი ბიჭო არ გაიგოს, ადექი ფსიქოლოგია, ადექი ყველაზე ცნობილი. მას არ ჭირდება ხალხო ფსიქოლოგი, გაბურდული. ყველაზე ცნობილი არის საქართველოში. ადე. ოხჩი. ჯიქი არ შემიცუნო ამ კაცთან, არ შემარცხული, მოდი. დეგაგი მითხარ, თუ მოსვაბილები. მოგესალმებით, მე ვარ ფსიქოლოგი ზიგმუნდ შვიდი. გთხოვთ მომიყვეთ რა პრობლემები გაქვთ და რა მოგიყვანათ ჩემთან. ბოდიში იღლიაში დამჩენია წიგნი. სანამ დავიწყებთ ჩვენი პრობლემებზე საუბარს, სწორი დასკვნა რომ გამოიტანოთ, წიგნის გარდა კიდე სხვა რამე ხომ არ დარჩენილი. იუმორი მომწონს. კარგით, ეს ყველაფერი კარგია, იმორიც კარგია, ყველაფერი კარგია. მინდა თქვენი ძირეული პრობლემების შესახებ მომიყვეთ. ჩვენ ძირეულ პრობლემასაც შეეხება, აი ვერ მივხვდი საიდან დაიწყო ეს, იმიტომ რომ ოჯახი სიყვარულით შევქმნით. სიყვარულს მეფიცებოდა, მეც ვიყვარდა, დავდიოდით ერთად, ვერთობოდით. აი მე რა მოხდა ვერ ვხვდები. დაიწყო კლუბებში სიარული, რას ვერ ვხვდები და დაიწყე იმის მერე გულაობა. ჩათაობა, ყველაფერი აბსოლუტურად. კლუბებიო გართობა უწევენ ტელეფონზე ელაპარაკებოდ, ცოლს დავტოვებ და მე წამოვალო. პრობლემა რაშია, ვერ ხვდები? ვერა. 1 მოგიყვანე, 14 მოყვა. რას ქვია 14 მოყვა? დედაფუძნიერად გადმოხვედი. შენში მამა შემოჭა თავი. დაანებე. დინარი ეს ოჯახზე გადაახტელი ლაპარაკი. როგორც ხედავ, რაღაც პრობლემები გაქვთ შინაგანად და მე თქვენ დაგეხმარებით, რომ ეს ყველაფერი გამოვასწოროთ და ჩავდგეთ კალაპოტში. კალაპოტი ხოვთ? კალაპოტი. პირდაპირ. ვიაროთ წინ. შერუნაშებში დადიხარ და გითხრენ ამ ყველაფერს როგორია? ეს ცუდი არ გაგიცნობი ხარ სამარ მოგწეროს ამ მობილურ ტელეფონზე. იმიტომ დავდივარ, გენაცვალე რომ ჩემი დასაწოლი ადგილი აღარ არის სახში. როგორ გეკადრება, ჩემი գործი ადგილი თავისუფალია. მამა ყავს ეგეთი ჯეკი ჩანს გავარტყი. ვითომ წნევიანია, გადმოიყვანა ადრე. შეში მამა შეში. დედა შენი. დედა ჩემთან დაანებე თავი. რაც ეგად მოვიდა სამეზობლო აღარ შემოდის ჩვენთან. რა ვიცი, რა გააკეთა ეგეთი? სამეზობლო არ მინახია ბოჭო ჩვენ კარზე გაგონილა. აი შეხედეთ, ეს ხართ თქვენ, ქალბატონი, ეს ხართ თქვენ, მამაკაცი. თქვენ ისე უნდა ქნათ, რომ აი ესე შეერწყათ. შეერწყათ და დაგიჭოთ. ფიცი არ დამდე. სიკვდილი თუ დაგოშორებს ერთმანეთს. შენთან, მაგრამ შენ ოჯახის წევრთან დამიდია, კაცო, აღარ შემილია. 1 ვარ ჩენდი, 14 ვარ ჩენდი. დავიღალე. მაგდანას ლურჯა, შეულებრივი. ერთის არ მაწუნები არ დამაქ, იმიტომ რომ მაწუნს არაჭამე გენაცვალე. ჩემი სიდედა სულ დაინახავ, ეგრევე ხორცი გახსენდება. თან ძახის დუბტუფელები მოიტანე, დუბტუფელები. შენი კარგი სტრანგი მოვწყა, შენი დუბტუფელა. რა გულში გატენებსაც მოდიხარ. დავდივარ. შენ, როგორ ეკა მუსიკა ისმის?
მუსიკა კლუბში ისმის, მუსიკა მარტო კლუბში გამაგიჟე, მუსიკა მაგაცებთან დადის. აბა თქვენ მოსმენას მუსიკას მოусმენთ. არა, გემოტები გაჩვდი, მართალი ვარ, ყოველ წამს ტელეფონი გირეკავს. აზრისა რომ დეშენ და მამაშენი გაგიჟები, გიჟო, დედაშენ და მამაშენი გაგიჟები, გიჟო, გიჟი ხარ, გიჟი, დაკალედით გიჟი ხარ, გაგიჟები. დაანებე ჩემ და კალებს თავი, ვაკეთებ მიხედე შენს. მამაშენ შეძახიან გიჟსა, ნაგიჟასა, ტარზანასა, ვერ გავაგდეს. არჩენებს შეძახიან ნაკლებს. გიჟები. შენ დედაშენ მაგახედა ჩემ წინაშე. რასვარი უთხარ შენ გამოყავი. მე რო ცოლი მოყვა. გამიდოდა. ლაგატკას გოგო რატომ მიყავს, მამაშენ ლაგატკას ეძახიან. ლაგატკას. დედაშენი ხუაყელებს, რას რელაქს დაწმარდით. გასაგებია თქვენი პრობლემა. თქვენი ფიქრები და გრძნობები უნდა დაუკავშიროთ სურვილ სამყაროს. და აქვე დავძენ რომ ფიზიკურ სამყაროშიც გარკვეული პრობლემები გაქვთ. ამიტომ ეს უნდა გამოვასწოროთ აუცილებლად, რათა ჩვენს დროსა და სივრცეში მიაღწიოთ იმ ურთიერთობის საწადებს, რომელიც თქვენ გსურთ. რას ნიშნავს? ეს კი როგორ უნდა გავაკეთოთ? ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ინდივიდუალური ინტერაქციის გზით და იმ გრძნობებისა და ფიქრების მეშვეობით, რომელიც ამ გამოცდილებასთან არის დაკავშირებული. ხომ გესმით ჩემი? მოკლედ, თქვენ უნდა გახვიდეთ ბუნებაში, უნდა გაისვენოთ პარკში, უნდა წახვიდეთ კინოში. მოკლედ, სუფთა ჰაერზე უნდა გახვიდეთ, ახალი გრძნობები, ახალი ემოციები, ახალი მეგობრები, ახალი ეს ყველაფერი თქვენ დაგეხმარებათ, რომ ეს ურთიერთობა, რომელიც გაქვთ, შინაგანად დაზიანებული, ესე სკოჩით შეაერთოთ. დღევანდელი ჩვენი სეანსი დასრულებულია და ფასი იქნება 2000 ლარი. შეგიძლიათ ქეშად დატოვოთ, შეგიძლიათ გადმორიცხოთ ზიგმუნდ შვიდის ანგარიშზე, როგორც გნებავთ, შეგიძლიათ კონვერტში დამედოვოთ. ესე ხო ნორმალურად რა 2000 ყველაზე ძვირადღირებული და ყველაზე საუკეთესო. ხოდარ გადაიხადე, მიდი ახლა გიშინ. სუფრიცა ორ გადაიხადე, ხმის ამოხები არა ვარ. შენა გოგო, ალაოთ ხო არ ხარ, რა 2000 ლარი. მაგაცებისთვის ხო არ გენანება. ჩემთვის გენანება ყველაფერი. რა შეთვის მეანება, გალო, ხო გადავ 7 წელი ბროკი მომიდო 2000 ლარი, ჩემს ხო არა. კაცო, გეხვეწები გადაიხადე ფული რა, გეხვეწები რა, არ შემარცხნო კაცთა. მამაში მაგალითად. გამიშველე გამოშტეკნა. გეხვეწები თაზო.